თქვენი პარტიის ლიდერზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი სააკაშვილსაც. მას როგორ ხედავთ, მის როლს როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში, თქვენ თავს როგორ ხედავთ თქვენს პარტიას ამ კონფიგურაციაში და როგორ უყურებთ ეს რა გამარჯვება, რა ტიპის გამარჯვებაა და რისი მომასწავებელია თქვენთვის და პოლიტიკური ოპოზიციისთვის? კი ბატონო, პირველ რიგში არ შემიძლია არ თქვა, რომ ეს უდაოდ არის წარმატება, ის რაც დღეს მოხდა და მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ ეტაპისთვის საჭირო არის ნორმალიზაცია. და მისასალმებელია, რომ ოპოზიციამ იპოვეთ ძალა იმისათვის, რომ წასულიყავით გონივრულ ოპტიმალურ კომპრომისზე. ეს ნამდვილად არის მისასალმებელი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ მოხდა შეთანხმება პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. მისასალმებელია ის, რომ მოხდა შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სადაც პროპორციული წილი მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნება გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მისასალმებელი და პოლიტიკურ დევნის მორატორიუმთან დაკავშირებით, ანუ შეჩერებასთან დაკავშირებით რო არის მიღწეული შეთანხმება, ესეც მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი ეს პროცესი იმეც ვიტოვებ უკვე დაწყებულია თუ გავეთვალისწინებთ ბატონი კოშაძის გათავისუფლებას. რამდენიმე დღის წინ და მე მართლაც მინდა ჯეროდეს, რომ ხალხის დიდ ნაწილს, რომელსაც არ ვიცი გიორგი ლაპარაკობდა, რომ გაუკვირდა სასიამოვნოდ, ასევე სასიამოვნოდ კიდევ უფრო მეტად გავაკვირვებთ. ვინაიდან ეხა ეს არჩევნები არ იქნება უკანასკნელი არჩევნები ხო ამ ქვეყანაში. ბევრი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოხდეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. თუ არა აქ ითქვა კოლეგებმა თქვენს, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარებულიყო ჩვენ მაქსიმალურ ასე ვთქვათ თავდაჯერებულად ბევრი ამჟღავნებდი და წმენაც ჰქონდა რომ მაინც დავამარცხებდით ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან რომ ეს ერთობა შედუღავდა ნამდვილად და ჩვენ პირველად ეს მაგიტას მიუსხედით ნიკა ლეიბორისტული პარტიის ოფისში პირველი წინაღობა იქ გადავლახეთ მეორე წინაღობა იქ გადავლახეთ როდესაც ჩვენ შევთანხმდით და ახაც კომპრომისზე წავედით ერთმანეთთან ვინ არის პოლიტიკური დევნილი და ვინა პოლიტიკური პატიმარი აქ ხალხია ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილი ვისაც მიაჩნია რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს სხვა ადამიანების მიმართ ვინც არის მაგალითად 2012 წლამდე დაკავებული და მას შემდეგ და პოლიტიკური პატიმრებიც ასევე ვის მიმართაც ნუ რა გამომწვეველი განაჩენია მაგრამ მივხვდით რომ თუ ჩვენ გვინდოდა რომ ეს შედეგი დამდგარიყო მეორე დღესვე დამთავრება შეიძლებოდა ესეთობა არა თუ არ შედგარიყო საერთოდ დაშორებულიყავით ერთმანეთს ბევრი გამოსვლა ჰქონდა ამიტომ ეს ყველაფერი ხელკინულზე გავიარეთ და მართლაც სასიხარულოა და ეხა საზეიმო უღირდათ ეხა აღარაფერი არ არის იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ მართლა უნდა ვნახოთ რა ხდება მაგრამ ის რომ ამაზე ჩვენ ხელი ჩამოვართვით და ამაში ძალიან დიდი როლია რა თქმა უნდა ქართულ ხალხს საზოგადოებას სამოქალაქოს განსაკუთრებით გამოყოფდი ახალგაზრდებს ბუნებრივია პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულს აბსოლუტურად ეკლექტურს ცუდი გაგებით არა რა თქმა უნდა და რომელიც ჩამოთვალოთ ხო ეს თუნდაც რა ვიცი ბატონო დავუშვათ თქვა 8 თვის წინ დაიწყო ეს ეპოპეა მაშინაც კი წარმოუდგენელი იყო რომ ეს ერთობა შენარჩუნდებოდა. აკა ვიყურებ ჩვენ მაყურებელი და ბევრის ყავს თავისი მხარდაჭერი, ამორჩეველი, მაგრამ ყველა მინდა გაიგოთ ხახნო რომ ეხა თუ ჩვენ საუბრობთ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე, ხო? ეხა ეს ყველას ეხება დემოკრატიულ ყველა ოპოზიციას. ისეთი იქნება იმ საგარეო კურსის მატარებელი იქნება ამ გემოვნების თუ იმ გემოვნების. ამ ქვეყანაში მრავალი გემოვნების ადამიანი ცხოვრობს და მაქსიმალურად უნდა დავაკმაყოფილოთ ასეთი ადამიანების გემოვნება და არჩევნებზე, როცა გამოვცხადდებით, ვისაც გინდა იმას უნდა მივცეთ ხმა. მიიყვანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე ხელისუფლება, კი ბატონო. იქნება ძალიან კარგი. ეხლა მე შემოვიდოდი ახლობის ვესაუბრებოდი და კითხვა დამისვა, რამდენად აწყობდა ეხლა თქვენ უფრო გაწყობდათ ეს არჩევნო სისტემა 130-ო თუ ხელისუფლებას. ეხლა ეხლა როგორ გითხრათ, მარტივად პრაქტიკულ მაგალითს მოგიყვანთ და არ ვისაუბრებ. შეგატარეთ, აი მაგალითად 2016 წელს დავითანხმებიან გამოსტილი ხალხი ამ არსებული სისტემით თუ ჩატარებული იყო მაგალითად, ხო? და არჩევნების შედეგს მივიღებდით ისეთი როგორც მივიღეთ იმ გათვლით რომ 30-ვე მოიგო ქართულ ოცნებას დაუშვათ მაშინ 2016-ში 73-ვე მოიგო მაჟორიტარულ ხა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ქართულ ოცნების კანდიდატი იყო
117 დეპუტატის ნაცვლად ქართული ოცნება მაშინ კი როდესაც ცხენზე იჯდა ქართული ოცნება 2019 წელს შეიყვანდა 88 დეპუტატს. ანუ 150 კაციდან 29 დეპუტატი ნაკლებ შეიყვანდა რა პირობებში, როდესაც ხელისუფლება იყო ჯერ კიდევ ძალიან მაღალი ნდობის მატარებელი საზოგადოებაში და ოპოზიცია იყო დაქსასული. ასე რომ ეხა ვის აწყობს, როგორ აწყობს, ხალხს აწყობს და მაქსიმალურად წარმოდგენილი იქნება პროპორციულად ის რაოდენობა ამ პარლამენტში, ვისაც ხმას მისცემენ. ამიტომ ესეც პასუხი ალბათ ვისაც შეიძლება აინტერესებდეს რა ხდება, რას ნიშნავს ეს. და ასევე არ შემეძლია არ ვთქვა, რომ დამთავრდება რა რიცხვებზე, ციფრებზე, პროცენტებზე საუბარი, ჩვენ ბევრი კიდევ არც თუ ისე ბევრი უკვე, მაგრამ საკითხები გვაქვს შესაძლებელი და მე დასაწყები ოფიციალური საარჩევნო კამპანია, სადაც რა გითხათ ეხლა სადაც ეჭვი საარჩევნო კამპანიისთვის ესეთობა არსებობს თუ არა მაჟორიტარულ შეთანხმებებზე ესეთობა კიდე არსებობს თუ არა რომ ხელისუფლება შეიცვლება და ვის რა წილი ექნება ხელისუფლებაში აქვს რომ ადამიანი ეს გულისხმობს სხვებს კიდე ეს ხალხი უნდა გადაწყვეტოს მაგრამ ვიგე დარწმუნებული ვარ რომ ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება ვერ იქნება და იქნება ოპოზიციაში სხვათა შორის ეს სისტემა და ეს შეთანხმება ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლების ქართულ ოცნებასაც აძლევს შანსს ძალიან კარგი შანსი რომ ნორმალური ოპოზიციური ცხოვრება აწარმოოს არჩევნების შემდეგ და ერთი მეორეს ქვითხელში არ გავეკიდოს